ადგილზე რა სიტუაცია მოიხსენებათ ახლა რომ ჩვენი დროით 2 საათი მოგესალმებით როგორც მოგეხსენებათ გუშინ 13 ნოემბერს პარიზში მოხდა რამოდენიმე ტერორისტული აქტი და ასევე აფეთქება პარიზის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამაც დღევანდელი ამ უახლესი ინფორმაციით ასე ვთქვათ მდგომარეობით სხორპლის 150 კაცამდე სხორპლი გამოიწვია და ასევე სავარაუდოდ არის რამოდენიმე ათეული ადამიანი დაზარალებული. რა თქმა უნდა, ჩვენ წუხარებით, შეშფოთებით და შეწუნების განცდით გვინდა მიუსამძიმროთ პირველ რიგში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, უსურვოთ დაზარალებულებს მალე გამოჯამთელება, ასევე ჩვენი თანადგომა და სამძიმარე გამოუცხადოთ საფრანგეთის ხელისუფლებას, ფრანგ ხალხს და უთხრათ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს მისი ხელისუფლება, მისი მოქალაქეები მათ გვერდით არიან დღეს ამ მძიმე წუთებში. როგორც მოიხსენებათ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა უსაფრთხოების უმაღლესი დონის შესაბამისად და შემოიღო დროებითი ზომები, წესები საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად ჩვენ ოპერატიულად ვართ კავშირზე ჩვენ საელჩოსთან, საელჩომ უკვე განათავსა თავის საინფორმაციო ვებგვერდზე ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერი, რომელსაც მე მოგახსენებთ აქაც. გარდა ამისა, საელჩო მოუწოდებს განცხადებით და ჩვენც უერთდებით ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ამ პერიოდში, განსაკუთრებით დედაქალაქში პარიზში და საზოგადოებრივ საფრანგეთის ტერიტორიაზე, დაემორჩილონ ამ დროებით წესებს, შესაბამისად შეინარჩუნონ სიმშვიდე, შეძლების დაგვარად იმყოფებოდნენ განსაკუთრებით ამ დასვენების დღეებში თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, ან სასტუმროებში. სასურველია, რომ რათა ოპერატიული ინფორმაცია იყოს მიღწევადი გარდა მათი ნათესავებთან დაკავშირებისა, ასევე ჰქონდეთ კავშირი ამ ცხელი ხაზის მეშვეობით საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან, კერძოდ საელჩოსთან, ასევე ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც შემოვიღეთ, უпростоრეთ არსებობს ცხელი ხაზი მოიხსენებათ და ამ ცხელი ხაზის საშუალებით შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს რომ დაგვიკავშირდნენ და შეძლების დაგვარად ოპერატიული ინფორმაცია მიიღონ. ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით ოპერატიულ კავშირზე ჩვენ საელჩოსთან და შეძლების დაგვარად მოვლენათა განვითარების მიხედვით ოპერატიულ ინფორმაციას დაინტერესებული მხარეები მიიღებენ როგორც აღნიშნე, როგორც ცხელი ხაზით, ისე ჩვენი თანამშრომლების პრეს-ცენტრის მეშვეობით, საკონსულო სამსახურის მეშვეობით. რა თქმა უნდა, ორიოდი სიტყვა შეფასების თვალსაზრისით გაირკვევა თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ტერორისტული ჯგუფი არის ამ ვანდალური აქტის უკან, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოვლინება ტერორიზმისა და განსაკუთრებით ასეთის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ცინიზმის და დაუნდობლობის ალბათ ერთ-ერთი უმაღლესი ხასიათით ასე ვთქვათ, სახით ხასიათდება, დაუშვებელია და კატეგორიულად ასე ვთქვათ, დასაგმობია. ამიტომ ჩვენი იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს, დროზე მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას და როგორც განეიტრალდება ეს დაძაბული სიტუაცია, ასევე გამოვლენილი იქნება ის ძალები, ის პიროვნებები, ვინც იდგა როგორც ამ ტერაქტის უკან და ვინც უშუალოდ ეს განახორციელა. მოგესალმებით, საქართველოს არის ანტიტერორისტული კოალიციის წევრი და ჩვენ რა თქმა უნდა სოლიდარობას უცხადებთ ამ კუთხით ჩვენს პარტნიორებს, როგორც კერძოდ საფრანგეთში, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც იცით, რომ ძალას და ენერგიას არიშურებს ამ ჩვენი დროისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევის ასე ვთქვათ, გასანეიტრალებლად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა კი შეპირებული ნომრები, ეს თქვენ შეგიძლიათ ვებგვერდიდანაც გაიგოთ, მაგრამ მე მაინც ვისარგებლებ ეთერით. ესე იგი, პარიზში ჩვენი საელჩოს ცხელი ხაზი არის 33, ეს არის კოდი ქვეყნის, შემდეგ თუ ვინც ადგილზეა ნულიანით, ასე ვთქვათ, 33-ის მერე 0 საკრიფავს, ვინც საქართველოსდან და ანუ საფრანგეთის საზღვრების გარეთ იქნება, მან ეს 0 უნდა გამოტოვოს და შემდეგი არის 7, 8, 3, 3, 1, 8, 6, 8, 9.
და საქართველოში მოგხსენებათ ჩვენი შიდა მობილურის ნომერია 577 984020. ამ ეტაპისთვის კიდევ კარგი ღმერთის წყალობით და იმედია ეს შენარჩუნდება ბოლომდე, რომ ჩვენი მოქალაქეები როგორც მსხვერპლთა, ასევე დაზარალებულთა შორის არ არის, თუმცა უნდა კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, რომ იქ არის ექსტრაორდინარული მდგომარეობა, შეიძლება რაღაცა ინფორმაცია სრულყოფილი არ იყოს, ამიტომ ვიძახი, რომ ამ ეტაპისთვის, ამ დროისთვის თქო, ყოველთვის ვიმეორებ. მას შემდეგ რაც თქვა დღეს შევა ძალაში და ყველა ინსტიტუტი ამოქმედება სრულყოფილად, უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება. მე იმედს ვიტოვებ ძალიან დიდს, რომ ჩვენი მოქალაქეები ამჯერად იქნებიან, ასე ვთქვათ, არ შეეხება მათ ეს ტრაგედია.